როგორც წინა ვიდეოში მოგახსენეთ, ზოგიერთი ცნობით, ამ ხალხების მონათესავე ჰერულ-ალბანური ტომები ოდესღაც დღევანდელი კახეთის ტერიტორიაზეც მეტწილად ალაზნის მარცხენა მხარეს და ქიზიყში ცხოვრობდნენ. ერთი ასეთი ტომი ჭილბები იყვნენ, რომლებიც მდინარე ალაზნის ზემო წელში სახლობდნენ. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ჰერული მოდგმის ტომს წარმოადგენდნენ სუჯებიც, იგივე სოჯები ან სოდები, რომლებიც მეტწილად მდინარე ივრის ხეობის მიდამოებში სახლობდნენ. სუჯები მოხსენიებულები არიან წმინდა ნინოს ამბავშიც. ამ გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც წმინდა ნინო ქრისტიანობის საქადაგებლად ქართლიდან აღმოსავლეთით მიემართება, ის სწორედ სუჯებთან მოხვდება, სადაც ქრისტიანობაზე სუჯების დედოფალი და შემდეგ მთელი მოსახლეობა მოექცევა. ქართულ ისტორიოგრაფიაში სუჯებზე გავრცელებულია მეორე მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ეს ხალხი თავიდანვე ადგილობრივ, ივერიულ ტომს წარმოადგენდა. კახეთ-ქიზიყის ტერიტორიაზე მოსახლე ჰერულ-ალბანური ტომების ქართ-კახურ ტომებთან შერწყმის პროცესი ადრეულ ეტაპზევე დაიწყო და კულმინაციას ახალი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში მიაღწია ქრისტიანობის გავრცელებასთან და ქართული ეკლესიის გავლენების ზრდასთან ერთად. თუმცა ალვანთა ქვეყნის ისტორიაში ვკითხულობთ, რომ მეხუთე საუკუნეშიც კი ალვანელთა მეფე ვაჩაგან მესამე კამბეჩოვანში აარსებს საეპისკოპოსოებს და იქ აგზავნის სასულიერო პირებს. კამბეჩოვანი ხშირად სამკავკასიურ სამეფოს, ქართლს, სომხეთს და კავკასიის ალბანეთს შორის ბუფერულ ზონას წარმოადგენდა და ასევე დიდწილად მოიცავდა დღევანდელი ქიზიყის ტერიტორიასაც. ისტორიკოსი თენგიზ პაპუაშვილი 1970 წელს გამოცემულ ჰერეთის ისტორიის საკითხებში წერს. შესაძლებელია მის ზოგიერთ რაიონში, იგულისხმება კამბეჩოვანი, განსაკუთრებით კი ალბანეთის მოსაზღვრე მხარეში, ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ალბანური მოსახლეობის მცირე ჯგუფები. ჩვენი აზრით, შეუძლებელი არაფერია იმაში, რომ კამბეჩანში მოსახლე ამ პატარა ალბანური ერთეულებისათვის ვაჩაგან მესამეს მართლაც გამოეგზავნა სამღვდელო პირნი. როგორც ჩანს, კამბეჩანის ზოგიერთ კუთხეში ჯერ კიდევ შერეული მრევლი იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ კავკასიის ალბანელთა სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში შედიოდნენ ჩრდილო-აღმოსავლურ, იგივე ნახ-დაღესტნურ ენებზე მოსაუბრე შემდეგი ხალხები: ბუდუხები, რუთულები, წახურები, ხინალუღები, კრიწები, აღულები და ლეზგები. კავკასიის ალბანელთა გავლენის ქვეშ სხვადასხვა დროს ექცეოდნენ დღევანდელი აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში არსებული ბალასაქანის, იგივე ბალასაგანის მკვიდრებიც. შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით კავკასიის ალბანელთა ენისა და დამწერლობის შესახებ. მადლობთ ყურადღებისთვის.